დაახლოებით 1 საათია, რაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ დეპუტატების სხდომათა დარბაზში. სხდომა გახსნა მიხელ სარჯველაძე, მოცნების დეპუტატმა, რომლის სიტყვით გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ოპოზიციის გაკრიტიკება იყო, თუმცა სარჯველაძე არ იყო ერთადერთი, ვინც ოპოზიცია გააკრიტიკა. მასთან ერთად მართველი პარტიის სხვა დეპუტატები ოპონენტებს აკრიტიკებენ სტატუსის საკითხზე საუბრის დროს და დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანა მზად არის, რომ ახლა სტატუსი მიიღოს, მზად იყო გასულ წელსაც, როცა სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილება არ მიიღო ევროკომისიამ და ამ ყველაფერში პასუხისმგებლობას არა საკუთარ მუშაობას თუ უმოქმედობას, არამედ ოპოზიციას აკისრებენ, რადგან მართველი პარტია ამბობს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია არის დაკავებული ქვეყნის წინააღმდეგ კამპანიის მართვით და შესაბამისად ასე გრძელდება ახლაც. ოპოზიციის მხრიდან კი აქცენტები სხვადასხვა საკითხზე გაკეთდა, მათ შორის მათ ახსენეს ფარცხალაძის სკანდალი და გარდა ამისა ჩარტერები, რომლითაც ისარგებლეს მაღალი თანამდებობის პირებმა, პრემიერმა და დედაქალაქის მერმა და ამ ფონზე ისინი საუბრობენ სოციალურ პრობლემებზე, რომელიც ხელისუფლების ყურადღების მიღმა რჩება. რაც შეეხება ფარცხალაძეს, ერთადერთი, ვინც დღეს ყოფილი გენერალური პროკურორი დაიცვა, ჯერჯერობით იყო ფრიდონ ინჯია. ვისაც საინტერესი გააჩნია მეტად იზრუნოს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და ნაკლებად დაკავდეს საქართველოს სტრატეგიული ინტერესებისთვის ძირის გამოთხრით, პროცესი გრძელია და შეუძლია თავისი წვლილით შეიტანოს წინ ნაბიჯების გადადგმაში ქვეყნის წინააღმდეგ აბსურდული კამპანიების წარმოების ნაცვლად. საქართველოს ყველა კრიტერიუმით ეკუთვნოდა და ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და დღეს ყველაფერია გაკეთებული რეკომენდაციების შესრულების კუთხით. საქართველოს არავის დაუდებს ტოლს და არც ერთი კრიტერიუმით არ არის და არ იქნება ხელწამოსაკრავი და დასაწუნებელი სახელმწიფო. საქართველოს თავისი მაჩვენებლებით ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ოპოზიციის მონდომება, რომ ქვეყნის დამსახურება არ ყოფილიყო აღიარებული, იმხანად ბრჭყალებში შედეგიანი აღმოჩნდა. რომ შეიძლება ოპოზიციის როლის მინუს ნიშნითაც შეფასება, რადგან ამ დღემდეც და ახლაც მთავარ მათ საზრუნავად სამწუხაროდ რჩება კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლა. კობახიძე კონსტიტუციის გაკვეთილებს გვიკითხავს თელს მოსახლეობას და თურმე ეროვნულ ბანკს შემოწყარა, იმიტომ რომ სანქციები დაადეს სანქცირებულ პირს. ჩვენ ვხედავთ რაღაცა საბურავების რევოლუციის ანონსების გაგრძელებას. წარმოუდგენელია, მაგრამ მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი, ქალაქის მერი, ჩარტერული რეისით, პირადი ინტერესებით იყენებს სახელმწიფოს ბორცვს, 7 ლარი არის სოციალური დახმარება საბჭოთა რეპრესირებულების ხველთათვის. ფარცხალაძემ რა საქართველოს ტერიტორია გაკიდა, რა საქართველოს სახელმწიფო ქონება იაფოდ გაასხვისა ან აჩუქა, ან შეიდინა ისეთი ქმედება, რომელ ქმედება მას დააზარალა ჩვენი ქვეყანა. გამოდის, რომ საქართველოს მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატები ასანქცირებს ადამიანს ამ შემთხვევაში ფარცხალაძეს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. ჩვენ მოგმართა საინიციატივო ჯგუფმა ქართველი პენსიონერებისა, რომლებიც ამ კვირის ბოლოს აწყობენ დიდ ფორუმს, სადაც გაიჟღერებს მათი მოთხოვნები, რომლისთან ერთადაც ჩვენ ბოლომდე სოლიდარული ვართ, როა ქართულ პენსიონერს აღარ წარწოდეს ლიბერტი ბანკი. პოლიტიკური განცხადებების რეჟიმი ისევ გრძელდება პარლამენტში. სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით საჯარო ტრიბუნით არ უსარგებლიათ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომელთა გამოსვლებიც ასევე იგეგმება და რომლებიც აპირებენ, რომ კითხვები დასვან იმ მოვლენებზე, რომელიც გასულ კვირას განვითარდა და რამდენიმე მოვლენა და შეიძლება ითქვას ხელისუფლებისთვის საკმაოდ მძიმე თემა. ეს ერთის მხრივ ეხება ფრენების საკითხს და მეორეს მხრივ ფარცხალაძეს, როგორც FSB-ს აგენტს, რაც თქვა სახელმწიფო დეპარტამენტმა. მართალია მართველი პარტიის არც ერთი დეპუტატი ჯერჯერობით ამ სკანდალს არ გამოხმაურებია, თუმცა ოპოზიციის გამოსვლის შემდეგ სავარაუდოდ ხელისუფლებას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.